25 თებერვალი რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი თარიღია, რასაც საქართველოს 70 წლიანი იზოლაცია მოჰყვა პროგრესული სამყაროსგან. როგორც მაშინ ბოლომდე არ ქონდა ყველას წარმოდგენილი, მაგალითად იყო ასეთი წარმოდგენა, რომ რაღაცა მენშევიკები მიდიან, ბოლშევიკები მოდიან. ესე წარმოიდგინეთ 26 მაისიც კი იზეიმეს მაშინ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში. აბსურდი დაიფხრეს ქვეყანა და იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა იზეიმეს. რა თქმა უნდა, ეს ფორმისთვის მხოლოდ, სწორედ რომ ვერ გაეცნობიერებინა საზოგადოება სათანადოდ. დღესაც შეიძლება ითქვას, რომ იგივე პრობლემა არის, რომ ძალიან ბევრს პროცენტულად ძნელი ამის თქმა რამდენს, მაგრამ რაოდენობრივად არც თუ ცოტას მართლაც არ აქვს ბოლომდე გააზრება რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა. როგორ ნაბიჯ უკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და როგორ ნაბიჯ იზრდება რუსეთის გავლენა, რომელიც ბოლოს რა ფორმას მიიღებს, ანუ სუვერენიტეტის ლეგალურ ოფიციალურ გაუქმებამდე მივალთ თუ ფაქტობრივ გაუქმებამდე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მაგალითად არსებობენ ქვეყნები, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩვენ სამეზობლოში, რომელთა მსგავს სუვერენიტეტს ბრჭყალებში არ ვისურვებდით ნამდვილად, ხო? ხოლო შეიძლება კი არა, ღრმად ვარ დარწმუნებული, იგივე ბედი გველის ჩვენ თუ სათანადოდ არ გავაცნობიერეთ ჩვენი აწყო და ამაში წარსული რა თქმა უნდა გვეხმარება. 100 წლის პერსპექტივიდან რა საერთო შეიძლება არსებობდეს და რა განსხვავებული დღევანდელობასა და 1921 წლის ოკუპაციას შორის იკვეთება თუ არა მსგავსი საფრთხეები თანამედროვე და საუკუნის წინანდელ დამოუკიდებელ საქართველოს შორის. ეს საკითხია, რის შესახებაც პარალელების გამოკვეთა აქტუალობას არ კარგავს. კომუნიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი და აი ამ ტოტალიტარულმა იდეოლოგიებმა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი 20-ან 30-ან წლებში დაანგრია. ერთა ლიგა, ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პრინციპი, რაც უკვე პრინციპში მაშინ შემუშავებული იყო, ეს ყველაფერი დაანგრია, ხო? და დღესაც აი ეს პოპულიზმის სახით რადიკალური იდეოლოგიები, რაც პრობლემას ქმნის ამერიკაში, საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, მთელ მსოფლიოში, რაც პანდემიასავით არის მოდებული და აი ეს ამ იდეოლოგიის ხალხი და პირველ რიგში პუტინი ცდილობენ რომ საერთაშორისო სამართალი დაანგრიონ. როგორც თქვათ, სტალინმა, ჰიტლერმა, მუსოლინიმ და სხვებმა დაანგრიეს თავის დროზე. ანუ ამ პარალელებს ვხედავთ, თუმცა განსხვავება არის ის, რომ საერთაშორისო სამართალში ლიბერალური ინტერნაციონალიზმი, ანუ პატარა ერთა არსებობის უფლება, ბევრად მეტად არის ინსტიტუციონალიზებული. ასევე ქართული საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მზად არის ვიდრე 1921 წელს იყო, იმიტომ რომ 21 წელს ჩვენ კარგი ელიტები გვყავდა, მაგრამ მოსახლეობის 75%-მა წერა-კითხვა არ იცოდა, ხო? დღეს ბევრად მეტი ადამიანი არის მზად რომ დაიცვას საქართველო და დღეს ჩვენ ვერ ვიტყვით რომ დემოკრატია დამარცხდა ან ევროპაში, ან საქართველოში არ დამარცხებულა, ანუ ბრძოლაში ვართ. გასაგებია, მაგრამ ეს არის ერთგვარად ისტორიის დაბრუნება. ანუ ის ბრძოლა, რომელიც შეიძლება 21 წელს წავაგეთ, თითქოს ხელახლა ვიბრძვით ამას. რა ისწავლა თანამედროვე საქართველომ 1921 წლის ოკუპაციისგან? ამ კითხვას მრავლის მთქმელი პასუხები აქვს. 21 წლის ოკუპაციით პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჩვენ ცოცხალი მეხსიერება, როგორც ასეთი გაქრა ამის 70 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა ამის შეცვლა. ჩვენ ახლა რეკონსტრუქციას ვაკეთებთ აი ამ წარსულისა და ეს უნდა იყოს ალბათ მოქალაქეებისთვის, იქნება ეს პოლიტიკური ძალებისთვის, ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს გარკვეული მაგალითი, გარკვეული ანალოგია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქემ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის პროცესში. იგივე თუნდაც მაგალითად სახელმწიფო, რომელიც დაუშვათ პრობლემური ურთიერთობა გვაქვს ამ სახელმწიფოსთან ნდობა, ხო ჩვენ ბევრი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, როგორც მაგალითად 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ხო, ხელმოწერილი დარღვეული, ისევე როგორც 90-იანი წლების ხელმოწერილი ხელშეკრულებები და დარღვეული. იმ შემთხვევაში რუსეთი ცდილობს, რომ მისი მეზობლები პირდაპირ თუ ირიბი ფორმით ჩაყლაპოს, მაშინაც და დღესაც დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც რაღაც ზურგს უკან ძალა არ უმაგრებს, ძალით არ არის გამყარებული, უბრალოდ პატივს არცემს ეს სახელმწიფო. ეს არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი.
მე მგონი 21 წლის ოკუპაციით ბევრი არც არაფერი არ გვისწავლია, იმიტომ რომ პირველი რესპუბლიკის ისტორია კოლექტიურ მეხსიერებაში და ცნობიერებაში არ არის ღრმად გამჯდარი. ასევე ეს აღქმა, რომელსაც ტირაჟირებენ, ვთქვათ, საქართველოში, რა ვიცი, ნებად ტელევიზიით, ნებად პოლიტიკური თანამდებობის პირები, რაღაცა საკმაოდ ზღაპრული არის. ჯერ კიდევ ეს დომინირებს მითები ამ პირველი რესპუბლიკის ისტორიაში და პოლიტიკის შექმნისას პირველი რესპუბლიკის მაგალითების გათვალისწინება მე არ მინახავს სამწუხაროდ. გასული საუკუნის რუსული ოკუპაციის ისტორიის შესწავლა მარტივი არაა. სხვა მიზეზებთან ერთად ამას ხელს უშლის ხელოვნურად წაშლილი კვალი. თუმცა ისტორიული სურათის აღდგენის მიმართულებით ოკუპაციის წლის თავისთვის კიდევ ერთი ნარკვევი გამოიცა, რომელიც თბილისში ტანკების პირველ გამოჩენას ეხება. ნინო დალაქიშვილი, ამერიკის ხმა, თბილისი.